მოგესალმებით. განტოლების ამოხსნის კიდევ ერთ ხერხს შემოგთავაზებთ. ხომ? აი ესეთი განტოლება გვაქვს დავუშვათ და ეს არის ბალანსის ხერხი რა, ასე ვთქვათ. აქ ტოლობა არის, ნებისმიერი განტოლება ტოლობას წარმოადგენს, რომელიც შეიცავს საერთოდ უცნობს, ხო? და ის ნაწილი, რომელიც უცნობს შეიცავს, ხო? უნდა გავამარტივოთ ისეთნაირად, რომ მარტო x-ი უნდა დავტოვოთ რა. ხო, რა მოქმედებასაც შევასრულებთ აი ამ ნაწილზე, მარჯვენა მარცხენა ნაწილზე, უბრალოდ იგივე მოქმედება უნდა შევასრულოთ მარჯვენა ნაწილზე. ესე იგი, თუ ეს ტოლობაა, ხო და მის ერთ ნაწილს, სამტოლობის ერთ ნაწილს გავამრავლებთ რაიმე რიცხვზე, მაშინ მეორე ნაწილიც იმავე რიცხვზე უნდა გავამრავლოთ, ტოლობა რო არ დაერღვეს. თუ გავყოფთ რაიმე რიცხვზე, იმავე რიცხვზე უნდა გავყოფთ მეორე ნაწილიც. თუ დავუმატებთ რაიმე რიცხვს, მეორე ნაწილსაც იგივე რიცხვი უნდა დავუმატოთ. თუ გამოვაკლებთ, იგივე უნდა გამოვაკლოთ. მოკლედ, რა მოქმედებასაც ვასრულებთ ამ ტოლობის ერთ ნაწილზე, იგივე მოქმედება უნდა შევასრულოთ მეორე ნაწილზე. მაშასე დავიწყოთ. ჩვენი მოქმედებები კიდე მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ აი ერთ მხარეს დაგვრჩეს უბრალოდ მხოლოდ x-ი. ხო, დავიწყოთ აქ ახლა უცნობი შეიცავს რიცხვში არის უცნობი, მნიშვნელში 3-ია და ეს 3 რომ მოვიცილოთ თავიდან, როგორ უნდა მოვიქცეთ? ტოლობის აქეთა ნაწილი 3-ზე უნდა გავამრავლოთ. აი 3 გავამრავლოთ აი ამაზე, ხო? შესაბამისად 3-ზე უნდა გავამრავლოთ მარჯვენა მხარეც. 15-ით 3-ზე გავამრავლოთ. აქ რა მოხდება? ეს 3-ები გააბათილებენ ერთმანეთს და დაგვრჩება 5-ჯერ 2x - 1 უდრის 45. ამჯერად ტოლობის ორივე მხარე მოდით 5-ზე გავყოთ. ხო, აი ეს 5 რომ მოვიცილოთ. გავყოთ 5-ზე ეს მხარეც გავყოთ 5-ზე. აქეთ მხარეს დაგვრჩება მხოლოდ 2x - 1. უდრის 900. ეხლა აქ ხედავთ გამოკლება 2x - 1 არის. 2x - 1-ს დავუმატოთ 1. შესაბამისად ტოლობის მეორე მხარესაც, 900-საც 1 დავუმატოთ. ეს ერთები გაბათილდა, აქ დაგვრჩა 2x-ი უდრის 10. და ტოლობის ერთი მხარე აქეთ მხარეს, აქ 2x-ია და 1x-ი რო დავტოვოთ, 2-ზე უნდა გავყოთ და მეორე მხარეც 2-ზე უნდა გავყოთ. 2-ზე გაყოფის შედეგად აქ მივიღებთ, რომ x-ი უდრის 5-ს. ამით განტოლება ამოიხსნა. ხო, მოდით ახლა კიდევ ერთი განტოლების ამოხსნა ვცადოთ. ხო, ასეთ ის. მაგ თქვათ ესეთი სახის განტოლებაა, შეხედეთ. ეს გახლავთ 1 შეფარდებული ნიშნელში არის უცნობი რა, 1 შეფარდებული x - 3 უდრის 2-ს. აქ იმისგან იმით განსხვავდება, რომ იქ რიცხვში იყოს ეს უცნობი რიცხვი, აქ ნიშნელში არის უცნობი რიცხვი x-ი და მოდით ესე მოვიქცეთ. აქაც ანალოგიურად, ხო? ტოლობის ორივე მხარე, აქ გავამრავლოთ x - 3-ზე მარცხენა მხარე და მარჯვენა მხარეც x - 3-ზე. 1 შეფარდებული x - 3, რომ გავამრავლოთ x - 3-ზე, აი ესე. უდრის და 2-იც გავამრავლოთ x - 3-ზე. შედეგად რა გვექნება? ეს x - 3 და x - 3 გაბათილდება, აქ დაგვრჩება აქეთ მხარეს 1, უდრის 2 გავამრავლოთ x - 3-ზე. ამჯერად მოდით 2-ზე გავყოთ ტოლობის ორივე მხარე. აქეთაც 2-ზე და ესეც 2-ზე გავყოთ. შედეგად მივიღებთ ეს ორები გაბათილდება, აქ x - 3 გვექნება, x - 3 უდრის 1/2. აქ დავუმატოთ მოდი 3 ტოლობის ორივე მხარეს, x - 3-ს დავუმატოთ 3-დან, გამოვაკლოთ 3, ეს -3-ს 3 დავუმატეთ და უდრის 1/2-საც დავუმატოთ 3. ეს 3-ები გაბათილდება, დაგვრჩება x-ი უდრის 3/1. ამით განტოლება ამოიხსნა. წარმატებებს გისურვებთ.